ჩვენ ხშირად ვეუბნებით საკუთარ თავს, უნდა გააგრძელო. გვჯერა, ჩვენი ბედნიერება სადღაც მომავალშია და ახლა უბრალოდ უნდა მოვითმინოთ. თუმცა მომავალი გაურკვეველია. ერთ დღესაც მოუკვდებით. ხვალინდელი დღისთვის ცხოვრება ჩვენივე შექმნილი ერთგვარი ილუზიაა, რომელიც ხელს გვიშლის დღევანდელი დღით სრულყოფილად ვიცხოვროთ. იშვიათად ვართ აწმყოში, იმ ერთადერთ ადგილას, სადაც ცხოვრება რეალურია. დაფიქრდი, როგორ აღვწერთ ხოლმე საკუთარ დღეს. გავიღვიძე, ყავა დავლიე, სამსახურში წავედი, იმეილებს ვუპასუხე. ეს აღწერა თავად ცხოვრება არ არის. ეს მხოლოდ ზედაპირული მონახაზია იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა. რეალობა მდიდარი, უშუალო და მრავალგანზომილებიანია. თუმცა ენას და ფიქრს ის აბსტრაქციებამდე დაჰყავს. ნამდვილ არსს აცლის. ადამიანების უმრავლესობა სრულიად აბსტრაქციებით ცხოვრობს. ფულით, რიცხვებით, სტატუსით, გეგმებით. ისინი სულ უფრო მეტისკენ მიილტვიან, რადგან სჯერათ, რომ კმაყოფილება სადღაც წინ არის. მაგრამ არანაირი მეტი არ კურნავს შინაგან სიცარიელეს, რადგან ცოტა მეტ დროს თავისთავად არაფერი მოაქვს. კონფუცი ამბობდა, რომ თუ ადამიანი სიცოცხლეს ჭეშმარიტად შეიგრძნობს, თუნდაც ერთი წამით, მას შეუძლია სიმშვიდე მოიპოვოს, თუნდაც არ იცოდეს რა მოხდება შემდეგ, რადგან ნამდვილი ბედნიერება მომავლის ლოდინში არ მოდის. ის მოდის აქ და ახლა სრულად ყოფნაში. ბერძნული სიტყვა ჰამარტია, რომელსაც ხშირად ცოდვად თარგმნიან, სინამდვილეში ნიშნავს მთავარი აზრისგან აცდენას. ცხოვრების მთავარი აზრი სწორედ ეს მომენტია, აქ და ახლა. მაგრამ სანამ გონება არ დადუმდება, ძნელია მარადიული აწმყოს გაგება. როდესაც სრულად ფხიზლად ხარ და არ ფიქრობ, რაღაც საოცარს ამჩნევ. წარსული და მომავალი აწმყოში უბრალოდ არ არსებობს. დასაწყებად ერთადერთი დრო არის ახლა. მაშინ რატომ ვდებთ ამას მუდმივად მომავლისთვის? ადამიანები ხშირად ამბობენ, მზად არ ვარ, მაგრამ რისთვის არ ხარ მზად? ჩვეულებრივ ისინი გულისხმობენ, რომ ჯერ საკმარისად კარგები არ არიან, საკმარისად მშვიდები არ არიან, საკმარისად დისციპლინირებულები არ არიან, ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ, ჯერ კიდევ ძალიან მიჯაჭვულები არიან რაღაცებზე. მაგრამ ხშირად ეს უბრალოდ სულიერი სიამაყეა. გვინდა რომ აღვნიშნოთ ის ძალისხმევა, რომელიც თითქოს გამოსაფხიზლებლად გავიღეთ. მაგრამ ეს შეიძლება კიდევ ერთი მახე იყოს. ჩვენ ვაგრძელებთ ლოდინს, სანამ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად არ ვიქცევით და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ თავს უფლებას სრულად ვიცხოვროთ აწმყოში. თითქოს ეს ჯერ უნდა დავიმსახუროთ. სიმართლე კი ისაა, რომ ეგოსგან გათავისუფლებაში სწორედ ეს გიშლის ხელს. რადგან შენი ეგო, რომელსაც საკუთარ თავად წარმოიდგენ, მიჯაჭვულია წარსულ გამოცდილებებზე, მომავლის დარდებზე. რა აქვს, რა უნდა ჰქონდეს, რას უნდა მიაღწიოს. ის არ გიშვებს, რომ იყო აქ და ახლა. როდესაც გაიგებ, რომ არ არსებობს ის შენ, რომელსაც ბედისწერა განსაზღვრავს, ეგოს ილუზიაც გაქრება. მოკვდება ის ყალბი შენ და მიხვდები, რომ ეს ეგო შენ არ იყავი. ამით ხელმეორედ დაიბადები. იქნები თავისუფალი, მიჯაჭვულობების გარეშე, მარადიულ აწმყოში.